წარმოგიდგენთ ერთ-ერთ სტუდენტურ ნამუშევარს საბაკალავრო პროექტს სახელწოდებით გასაღებების მენეჯმენტის ჭკვიანი სისტემა. აღნიშნული სისტემა მუშაობს შემდეგნაირად: ახდენს ადამიანის სახის ამოცნობას, სადაც ჩართულია AI სისტემები, ხელოვნური ინტელექტი და იმის მიხედვით გვაქვს შესაძლებლობა გასაღებებზე მოვიპოვოთ ცდომა. სისტემა მუშაობს შემდეგნაირად: როდესაც მომხმარებელი უახლოვდება გასაღებების საკითხს, მოძრაობის სენსორი აფიქსირებს მოძრაობას, ამის შემდეგ უნდა დავაჭიროთ წითელ-ღილაკს, რის შემდეგაც გადადის სისტემა სახის ამოცნობის რეჟიმზე, გააქტიურდება კამერა და იწყებს სახის ამოცნობას. თუ მოხდება სახის იდენტიფიკაცია, ამის შემდეგ კვლავ კიდევ ერთხელ დავაჭიროთ წითელ-ღილაკს და კარი გაიღება. როდესაც შემდეგ ვაბრუნებთ გასაღებს ან ავიღებ და კარს დავკეტავ, ეს მონაცემები ავტომატურად ჩაიწერება Excel-ის ცხრილში. იმისათვის რომ მოხდეს სახის ამოცნობა, რა თქმა უნდა, ბაზა წინასწარ არის გამზადებული მომხმარებლებისთვის. სახის ამოცნობის რეჟიმისათვის საკმარისია 3-4-ზე 1 ცალი ფოტოსურათი. დასაწყისში ვიტყვი, რომ თუ კარი ღიაა, გასაღებების 5, ამ შემთხვევაში სისტემა წერს, რომ დახურე კარი რომ გადავიდეს თქვათ ამოცნობის რეჟიმზე. შემდეგ უნდა დავაჭიროთ ღილაკს, რომ დავიწყოთ სახის ამოცნობა, ვაჭერებ ხელ. აქტიურდება ფანჯარა. სადაც ხდება სახის იდენტიფიკაცია. როგორც კი სახის იდენტიფიკაციას მოვახდენთ, სისტემა გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა დავაჭიროთ კიდევ ერთხელ ღილაკს, რომ გაიხსნას კარი. კიდევ ერთხელ ვაჭერთ ღილაკს. კარი გაიგო. ამის შემდეგ მოვათავსებ გასაღებს. ნახავთ, რომ სისტემაში დაემატა ჩემი ფოტოსურათი, შესაბამისი ოთახის გასაღების ნომერი და თარიღი. თუ კიდევ ერთხელ სურს გასაღების დაბრუნება ან წაღება, კიდევ ერთხელ ვაწვევ ღილაკს, გააქტიურდება სახის ამოცნობის რეჟიმი და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, გაიღოს დაფა. დავაბრუნებ ერთ-ერთი 0.4-ის გასაღებს. კი ბატონო. ეკრანზე აისახა რა თქმა უნდა და ჩავხედოთ. შესაბამისი ინდიკატორებით ჩანს ინტერფეისში თუ რა ხდება. აქ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ძიება ოთახის ნომრების მიხედვით, მაგალითად 004. ოკეი. და გავფილტრავს 004-ზე ბოლოს რა მოქმედებები შესრულდა. შეგვიძლია ოთახის ნომრები ავირჩიოთ და იმის მიხედვით ღილაკით თქვათ გადავიდეთ და გავფილტროთ ღილაკით და მონაცემთა ბაზა სრულად ბოლოს რა მოქმედებები შესრულდა აი ამ სისტემაში. სისტემაში გამოყენებულია Arduino და შესაბამისად Raspberry Pi, იმისათვის რომ შეასრულოს სახის ამოცნობის ნამუშევრების ამოცანა. იმ შემთხვევაში თუ სისტემა დააფიქსირებს არარეგისტრირებულ მომხმარებელს, როდესაც ჩაერთვება სახის ამოცნობა, გამოვა შეტყობინება, რომ არ დააჭიროს ღილაკს იმისთვის, რომ კარი გაიღოს. თუ მომხმარებელი, არარეგისტრირებული მომხმარებელი მაინც დააჭერს ღილაკს, არის გაღების მიზნით, გაიგზავნება თქვათ უსაფრთხოების სამსახურში ან ადმინისტრატორთან ფოტოსურათი, თუ ვინ იმყოფებოდა ამ კამერის წინ და ვინ ცადა თქვათ კარის გაღება.